წინ და წინ უბრალოდ აღმოიფხრას. კი, ან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, და როგორც აღინიშნა, ძილის ფაზებს აქვს გადამწყვეტი ფუნქცია, იმიტომ რომ ჰორმონალური სპექტრი, ჰორმონების გამომუშავება პირდაპირ კავშირშია ძილის ფაზებთან. თუნდაც ახლა არ ვიცი, შეიძლება შენ შემთხვევაში სუბიექტურად აღიქვავ ამ მომენტს, მაგრამ წონაში თუ ვერ იკლებ, ხო? განსაკუთრებით რაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორც ახსენეს, არის ნელი და სწრაფი ძილის ფაზები, REM და non-REM ძილი, ხო? და მაგ შემთხვევაში ნახე, აღდგენის პროცესი ნოდომრას თქვა, ხო? დიდწილად დამოკიდებულია შენი ზრდის ჰორმონი როგორ გამომუშავდება. ნელი ძილის ფაზაში განსაკუთრებით გამომუშავდება თუ ადეკვატური არის ნელი ძილი, გამომუშავდება ზრდის ჰორმონი და პროლაქტინი. ეს ორივე აღდგენის პროცესზე უაღრესად დიდ მნიშვნელობას ასრულებს. და მეორე მომენტი კიდევ განსაკუთრებით ხშირ შემთხვევაში, ხო, აი მამაკაცებისგან ჩივილი გაგვიგია, რომ აი დილაობით მაგალითად ერექციის ხარისხი გაუარესდა. ხო, აი სწრაფი ძილის ფაზა, რომელიც განსაკუთრებით ძილის ბოლო 30 წუთს უკავშირდება, ხო? მაგ შემთხვევაში გამომუშავდება უმეტესად ტესტოსტერონი და კორტიზოლი, ანუ სტრეს ჰორმონი, რომელიც ერთგვარი მაღვიძარას როლსაც ასრულებს დილისკენ. მაგრამ ნახე როგორ არის თვითონ, ანუ ძილის განმავლობაში თუ ძილი გრძელდება სადაც 7-8 საათი, ხო, ადეკვატური ძილი, ეგრე გავდივართ 4-5 ციკლს მაინც. და აი ამ ციკლის განმავლობაში არის როგორც სწრაფი ძილის ფაზა, ისე ნელი ძილის ფაზა. მაგრამ საშუალოდ აი ციკლის ბოლო ფაზას შეადგენს ეს REM ძილი, როგორც წესი. შეიძლება რომ მოხდეს მაგალითად გამიჭირდეს წონაში. ხება ეს გასაგებია რომ გამიქცევა უბრალოდ სულ ფასოვნად. მაგალითად ისეთი მომენტი, როდესაც პირიქით შეიძლება მატება გამოიწვიოს. აი ვიყო აბსოლუტურად ისეთ წონაზე, რაც ადამიანს აკმაყოფილებს, მაგრამ მოხდეს პირიქით ამ შემთხვევაში დაირღვეს ყველაფერი ორგანიზმში, უძილობამ და გამოიწვიოს მატება. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? მანდაც პირდაპირ კორელაცია არსებობს, რადგანაც ამ დროს ხდება რა, ანუ თუ ძილის ხარისხი არის გაუარესებული, ხო? ძილის ხარისხი თუ გაუარესებული არის, ამან შეიძლება დიაბეტის განვითარების რისკი გაზარდოს. და ამასთანავე მელატონინის გამომუშავება, რომელიც არის ძილის ჰორმონი, მელატონინის გამომუშავება თუ დაირღვა, ეს უკვე ინსულინის ხარისხზე გავლენას ახდენს, ანუ იმ ჰორმონზე, რომელიც შაქრების ათვისებაში გვეხმარება. შესაბამისად, პირდაპირ კავშირში არის უძილობან ძილის ხარისხის გაუარესება, წონაში მატების ტენდენცია. და რა დაავადებებისთვის უნდა ვიყოთ ვაჟას ვკითხო მეც რა. კი, აუცილებლად. მაგარი ჩაუს და ეს. აი, ეგ მე შენ კითხე თუ შეიძლება ერთი კითხვა გამიჩნდა, ეხლა ვისმენ საუბრობთ დედის ძილზე, მამრის ხან ერექციაზე, ხან ძილზე. ეხლა გამიჩნდა მე კითხო, ბავშვების შემთხვევაში, აი ბავშვს როგორ უნდა ეძინოს? ეს უკვე ჩემი პრობლემა მით მოგადეკით, იმიტომ რომ აი როცა ბავშვი დადის სკოლაში, ჩვენ პრობლემებით ვარ. მე რო სიტყვას ბავშვი მეც ჩავაგდებ. დადის სკოლაში და უწევს ადრე გაღვიძება და ვერ აძინებს შესაბამისად. რა აკლდება ბავშვს გარდა ბევრი რაღაცისა, რაც ჩვენ ვიცით, უფრო თქვენგან მოვისმენთ, რატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის სრულყოფილი ძილი? ასაკს გააჩნია, რა ასაკი არის, მაგრამ რადგანაც ბავშვი ახსენა, ხო? პირველ რიგში ხანგრძლივობას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა, საშუალოდ 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მინიმუმ 9 საათი სასურველი ადეკვატური ძილი იყოს, 13 წლიდან უკვე 7-დან 9 წლამდე ხონელა აკლდება, ასე ვთქვათ, ხო? 7-დან 9 საათამდე. კი, 7-დან 9 საათამდე, 13 წელს ზემოთ. და შესაბამისად, რადგანაც აქ ზრდის ჰორმონი, რომელიც ახლა ჩვენ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით ზრდაზე პასუხისმგებელი არ არის, ბავშვების ორგანოგენეზზე, სხვადასხვა ორგანოების ჩამოყალიბებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. გარდა იმისა, რომ ძვლოვან და ხრტილოვან ქსოვილზე, ხო? შესაბამისად, ამას ფაზები მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰარმონიულად ეძინოს მაქსიმალურად, იმიტომ რომ ნელი ძილის ფაზაში, როგორც ვთქვით, ზრდის ჰორმონი მეტად გამომუშავდება, ხოლო სწრაფი ძილის ფაზაში უკვე კორტიზოლი, რომელიც სტრესთან ადაპტაციაში ეხმარება მას და ტესტოსტერონი, ეს უკვე პუბერტატის ამ გარდატეხის ასაკისთვის უკვე დიდ მნიშვნელობას იძენს და შესაბამისად სასქესო სისტემაც რო ადეკვატურად ჩამოყალიბდეს, ნუ მაგაზეც დიდწილად პასუხისმგებელი. შესაბამისად მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ. ანუ ეს ძილი ყოფილა პიროვნება. ცალსახად. აი ხა უყურებ მარიამს და მგონია რომ კიდე ბევრი შეკითხვა აქვს. უბრალოდ მერიდება ნამდვილად ჩემს კოლეგებთან, იმიტომ იმიტომ ხდება რომ გადაცემა მიყავს და არ არის კონსულტაციაზე ჩაწერილი. ძალიან ბევრი კითხვა აქვს მათაც და ნამდვილად ძალიან ბევრი